შეგვეციოს ყველას მათი ლოცვა და მეუღლება დღევანდელ ძველი დედა ეკლესია მოიხსენებს ღირს გერმანე იორდანელს, რომელიც არის მე-5 საუკუნის მოღვაწე, იგი 475 წელს აღესრულა. ის თავიდან ხაზგასასმელია მის ცხოვრებაში ის, რომ სანამ იგი უდაბნოში გავიდოდა და გახდებოდა ის, ვინც გახდა, იგი ასე თქვა მონოფიზიტური ერესით იყო შეპყრობილი დიოსკორის და ევტიქის სწავლებით, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი მხოლოდ მაცხოვრის ღვთაეული ბუნებას აღიარებდა, მაგრამ შემდეგ უკვე მისი მოძღვრის ევსტათი დიდის, ეფთიმე დიდის მეუღლებით და ლოცვით და ასე თქვა მეცადინეობით იგი მოიქცა, შეინარა ეს თავისი ცნობიერება და მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ამის შემდეგ ხდება უკვე ის, რომ იგი აღიკვეცება ბერად, გადის უდაბნოში, ეს ხდება დაახლოებით 450 წელს და გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი მიდის უკვე პალესტინაში და იორდანეს მახლობლად აარსებს, მდინარე იორდანის მახლობლად აარსებს მონასტერს. ის გამოირჩეოდა თავისი ასე ვთქვათ, მძიმე ცხოვრების წესით, როგორც მარხველი, როგორც მლოცველი, მის გარშემო შემოკრებილები, ვინც იყვნენ, ესეთი ცხოვრების წესი ჰქონდათ, მათ მთელი ერთი კვირის განმავლობაში, 7 დღიდან 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ისინი ცალ-ცალკე იყვნენ დასულები თავის სამოღვაწეო ადგილებში და მხოლოდ ჭამდნენ გამხმელ ყურს, მცენარეების ფესვებს და წყალს ებულობდნენ. და შემდეგ უკვე შაბათი და კვირა რომ მოდიოდა, ბრუნებოდნენ მონასტერში, აღავლენდნენ ლიტურგიას და ეზიარებოდნენ ქრისტეს უსწრაფელ საიდუმლოებებს, მის სისხლს და ხორცს და შემდეგ ისევ, ასე ვთქვათ, გადიოდნენ თავის სამოღვაწეო ადგილებში და განსაკუთრებით გამოირჩეოდა ღირსი გერასიმე დიდი მარხვის პერიოდში იგი თითქმის მთელი მარხვა არაფერს არ ჭამდა, ისე აღასრულებდა ამ თავის ღვაწლს. მის ცხოვრებაში ერთი ესეთი ფაქტია გადმოცემული, იმდენად დიდი იყო მისი სულიერი სიმაღლე, რომ აი ლომით არის ხოლმე ხშირად გამოსახული ის ხატებზე და ფრესკებზე და ერთ-ერთი ამ უდაბნოში სადაც ის მოღვაწეობდა, ლომი, რომელსაც ფეხში ჰქონდა რაღაცა შეჭობილი, ასე ვთქვათ, ხიჭვით რაც იყო, მიდის მასთან და თხოვს დახმარებას, ისე როგორც შეიძლება რომ პირუტყმა აღზრდობინოს ადამიანს, რა თქმა უნდა და აი გერასიმე იორდანელი მას კურნავს, ასე გამოუგებს ამ ხიდს, გამოურეცხავს ამ ხიდს, რაც ჰქონდა ჭრილობას გამოურეცხავს და განკურნავს და მერე მთელი ეს მისი ცხოვრების მანძილზე ეს ლომი მას ემსახურებოდა, იმდენად ემსახურებოდა, რომ ესეთი გადმოცემა ეს არის მისი მოწაფეებიდან შემორჩენილი, რომ მათ მონასტერში ყავდათ ვირი და აი ამ ვირსაც კი აფარებდნენო ლომს და ის იმას მიყავდა ხოლმე და აი ესე ამ დონის სულიერებაში იყო ეს ადამიანი, რომ ცხოველებიც კი ესე ემსახურებოდნენ და შეგვეციოს მისი ლოცვა ის მშვიდად მიიცვალა ღვთის წინაშე, თავისი ღვაწლით, თავისი ასაკიდან შემდეგ უკვე და შეგვეციოს მისი ლოცვა, შეგვეციოს მისი მეუღლება და მერთმა მოგცეს ძალა ჩვენს, რომ მისავით თუ ვერ არა, თქმა უნდა ჩვენაც მოგვითხოვება, ეხლა ესეთი ერში ცხოვრობს ესეთი მარხვა, ასე ვთქვათ, მაგრამ ოდნავ მაინც იყო მიმოძველები ისი ამ მოშურნეობისა და მისი სიყვარულისა ღვთის მიმართ, იმიტომ რომ ეს მისი ღვაწლი, რა თქმა უნდა, გამომდინარეობდა მისი სიყვარულიდან ღვთის მიმართ და აი ამაში უნდა მიგვაძოთ ჩვენ ამ წმინდანს. მერთმა დაგულოცოთ, მერტი შეგეწიოთ და მას მისი ლოცვა და მეუღლება არ მოაკლოს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ დედა ეკლესიას. აი ნახალ მარხვის პერიოდში ვართ, ადამიანი განსაკუთრებულად იღწვის როგორც ვიცით თავისი სულისთვის და აი ერთ-ერთი ასეთი სათნოება, რომელიც ასე ვთქვათ სულს ნუგეშს აძლევს, ეს არის მოწყალების სათნოება და მისი საპირისპირო, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს, ეს არის რა თქმა უნდა ვერცხლის მოყარეობა და აი ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი არის წმინდა ეპიფანე ეპიფრენის ცხოვრებიდან, რომ მასთან მოდის ერთ-ერთი დიაკვანი და აცნობებს, რომ იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი იოანე, რომელიც იყო ვერცხლის მოყარეობის სენით შეპყრობილი, იხვეჭდა ამ თანხას, ჰქონდა სიმდიდრე, მაგრამ არ უყვარდა გაცემა და ასე ვთქვათ, ლახაკებს არ ეხმარებოდა.
მან წერილობით ეპიფანემ წერილობით გაუგზავნა მიმიწერა იოანეს რომ მოწყალება გაეღო ამდენი სიმდიდრე რა თქმა უნდა ადამიანს მიჯაჭვული ხდება და შემდეგ უკვე აშორებს იმ თავისგან რასაც ღმერთი ქვია და გაუგზავნა წერილი რომ მოწყალების ასე ვთქვათ სათნოება აღესრულებინა მაგრამ იოანემ არ დაუჯერა და რაღაც პერიოდის შემდეგ ეპიფანე თავის მოწაფესთან ერთად მიდის იერუსალიმში მიდის იოანესთან და თხოვს მას რომ რამდენიმე დღის თავშესაფარი მიეცა და აი ამ პერიოდს სადაც ის ამასთან იერუსალიმში იმყოფებოდა იოანეს და ხო თხოვს გარკვეულ თანხას უეცხს და იოანემ მიცა ერთხელ და მეორედ მესამედ და კიდევ რომ თხოვა მე ვთქვა რომ საკმარისიაო კარგი მაშინ მონები მაინც მომეცი რომ რამდენიმე ადამიანი დამახმარე რომ უსახურონ ამაზე უარი აღარ ვქნა ამასობაში წმინდა ეპიფანეს უკვე დაგროვილი ჰქონდა გარკვეული რაოდენობა ამ ვერცხლისა და მოწყალების გაცემა დაიწყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ იერუსალიმელმა ეპისკოპოსმა იოანემ მოთხოვა ვალის დაბრუნება წმინდა ეპიფანეს. ეპიფანე უნებოდა რომ გაუბრუნებდა, მაგრამ გავიდა გარკვეული ხანი და ეს უკვე არ უბრუნებდა, უკვე ძალადობაზე გადავიდა, ასე ვთქვათ, იოანემ. ხელითაც კი შეეხო და ასეთი რაღაც არის გადმოცემული, რომ წმინდა ეპიფანემ სული შეუღერა მას და დაბრუნდა იოანე. და მიხვდა თავის დანაშაულს და შემდეგ ეხვეწებოდა რომ ისევ მისი ელოცა რომ ის თვალისჩინი დაბრუნებოდა და მას რა თქმა უნდა შეეწყალა წმინდა ეპიფანეს ილოცა და ცალ-თვალში დაუბრუნდა ჩინი და მეორე თვალზეც რომ თხოვდა რომ შენ ღმერთმა წაგართვა თვალისჩინი და ილოცე რომ ღმერთმავე დაგიბრუნოსო და ეს შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ამიამა შეინამა თავის აქციელი და ეს რას გვასწავლის ჩვენ რომ აი ეს ვერცხლის მოყარების ნება თითოეულ ჩვენში დევს რა თქმა უნდა ჩვენ მიჯაჭვულები ვართ ჩვენ ქონებაზე შეიძლება ბევრი არ გქონდეს გადამეტებული არ გქონდეს მაგრამ რაც გვაქვს იმასაც კი მივეჯაჭვებით ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი ჩვენი სულისთვის რომ ჩვენ სახარებიდან ვიცით მაცხოვარი გვეუბნება რომ სადაც თქვენი საუნჯია იქაც არის თქვენი გული ამიტომ სადაც ჩვენ თუ სიმდიდრეს ვაგროვთ ჩვენი გული სიმდიდრეს გარშემო ტრიალებს და გვაშორებს იმ თავრეს რაცაც ღმერთი ქვია ამიტომ ჩვენი საუნჯი უნდა შევაგროვოთ ასე ვთქვათ საში ღმერთთან და ჩვენი გულებიც აქედან გამომდინარე უკვე ღმერთთან იქნება ღმერთმა გაგაძლიეროთ ღმერთმა დაგლოცოთ შეგეწიოთ ევანგელისტის წმინდანთა ლოცვა